რა იქნება თქვენი პასუხი იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილის გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოგეხსნიან და გადაწყვეტილება იქნება მიღებული თქვენი დაკავებასთან დაკავშირებით. ავიც კი ბატონო, მადლობა. ივანიშვილის გუნდი ახსენეთ და მიმართა ივანიშვილის გუნდს. აი ივანიშვილის გუნდის დეპუტატებს მიმართავ განსაკუთრებით და მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს. ხომ იძახეს თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა რომ მელია გირაოს გადაიხდის დაზუთხულებით აი 3-4 დღე ხო ამაზე საუბრობდა კალაძე ყობახიძე თალაკვაძე გახარია ყველა ხო ღარიბაშვილი და ასე შემდეგ ხომ არ გადავიხადე გირაო ხო და თქვი რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ ანუ ვინ აღმოჩნდა მართალი მე თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერები ქართულ ოცნებაში მე ამიტომ ახლა როდესაც ვამბობ რომ ვერ დამიჭერთ, ვის უნდა დაუჯეროთ? თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს კი უნდა დაუჯეროთ, უნდა დაუჯეროთ მელიას, იმიტომ რომ ემპირიული გამოცდილება არის. მელიას იცით რატო ვერ დაიჭერენ? იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი. და ყობახიძე, გავრილოვი, მურუსიძე, კალაძის დასაჭერი ნამდვილად არა ვარ და ვერ დამიჭერენ და მიკვირს აღარ დაგიმალოთ. მოვახილოთ, თუ შეიძლება, გავასწრებ. ძალიან მიკვირს, რატომ ბაქი ბუქობენ იმ საკითხზე, რისი თავიც არ აქვთ. გეუბნებით სრული პასუხისგებლობით, ამისი თავი არ აქვთ და ვერ დამიჭერენ, იმიტომ ნიკა მელია, მე ვთქვი ბევრჯერ, რომ გამოწვევა რას ნიშნავს ხალხო, ესე იგი, თუ მეტყვით, რომ სახვიდან არ გამოვიდე, არ უნდა გამოვიდე? ეხლა ბევრი სამართლებრივი უბრალოდ არ მინდა სამართლებრივ ლაბირინთებში შეგიყვანოთ უპრეცედენტო აბსურდული პრეცედენტებია დაშვებული ამ საქმეზე, ხო? საკმარისია უბრალოდ ადამიანი ნახოს სტრასბურგამდე ჩავიდეს და ჩაითანოს საქმე, ეს საქმე არის მოგებული. და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე თუ კი ფიქრობს, ნებისმიერი ერთი მაინც გულის სიღრმეში, რომ გავრილოვის გამო შეიძლება რომელიმე საქართველოს მოქალაქე დაიჭირო, ხო, მე ასეთ მოქალაქეს ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის გეგმა რა უნდა იყოს ბატონო მე გეგმებზე და თუ უნდა იყოს ეს აქციები და ასე შემდეგ ერთი სიტყვით რა მესმის დიდი მადლობა გეგმებზე ყოველთვის ვცდილობ არ ვისაუბრო ყოველთვის ვცდილობ რომ აი გეგმის განხორციელებისას აი როცა ხდება გეგმის ხორჩესხმა აი მაშინ იყო თიქ და თქვენს ხედავდით რა ხდება. ერთი სიტყვით არ მინდა ეხლა გეგმებზე ვისაუბრო, თუმცა ეს იმას აღნიშნავს რომ გეგმა არა გვაქვს, ბუნებრივია, რა თქმა უნდა. ბატონიკა, დიდი მადლობა და გიგი ულავა და დავით ბაქრაძე შესაძლებელია თუ არა სცენარია თქვენი დაჭერა. დიახ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, პოზიტივისაც, იმედსაც, ბატონ შალვა რამიშვილსაც, ნიკალალიაშვილსაც ყველას თქვენ ხართ ძალიან კარგი ხალხი უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი პოზიციის ისტორია აი ამითაც არის გამყარებული როცა აი ეს ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი ისტორიის იმ ხარეს არიან მე მგონია ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ჩემს მეგობრებთან და სხვა პატრიოტებთან უნდა ვიყო იქ სადაც ვარ მე რომ ყოფილიყავი იქ სადაც არის ბატონი შალვა რამიშვილი იმიტომ რომ თქვენ გიჭირათ ეს მიკროფონი ამიტომ არ მექნებოდა ბევრი სამაყარფერი. ერთი სიტყვით, არაფერი საგანგაშო არ მოხდება ქართულ ოცნებას თქვენი მეშვეობით მიმართავ რომ თავი დახარეთ და საერთოდ პოლიტიკური დღესასრიგიდან 20 ივნისის საქმე მოაშორეთ, იმიტომ რომ თქვენთვისვე არის ძალიან კარგი, თქვენთვისვე არის დამაზიანებელი და ნუ ირტყამთ გულზე ჯიგს და ნუ ბაქი ბუქობთ, იმიტომ რომ ამისი თავი არ აგავთ.